100,000 წამებული ერთ დღეში და სისხლის მდინარეები ქალაქის ქუჩებში, ეს იყო თბილისი ჯალალ ადინის შემოსევის შემდეგ. მანამდე კი ორი თვე მედგრად იდგა თბილისის გალავანი. რუსუდან მეფემ ქალაქი წინასწარ დატოვა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის დაცვა ორ ძმას, მემნასა და ბოცოს მიანდო. ჯალალმა ისევ ხერხს მიმართა. რამდენიმე ადგილას ჩაასაფრა თავისი მეომრები, თავად კი 3,000-იანი რაზმით ქალაქისკენ გაეშურა. მცირე რიცხოვანი მტრის ხილვით გათამამებული ქართველები ქალაქიდან გამოცვივდნენ. მტერი გააქციეს და დაედევნენ კიდეც. და სწორედ აქ ჩასაფრებული ჯარი გამოჩნდა. იბნ ალ-ასირის ცნობით, ქართველები სასტიკად დამარცხდნენ და ქალაქისკენ იბრუნეს პირი. მათ მტერი ფეხდაფეხ მიჰყვა და მათთან ერთად შევიდა თბილისში. თუმცა ჯამთა აღმწერლის მიხედვით, თბილისი შიგნიდან გადყდა აქაურ სპარსთა შინაგან ცემის გამო. მემნა ამ შეტაკებებში მოღალატურად მოიკლა თბილისელი მუსლიმანის მიერ, ხოლო მისი ძმა ბოცო ისნის ციხეში შეიკეტა. მაგრამ მალევე დანებდა. თბილისი დაეცა. სასტიკმა ხვარაზმელმა უმოწყალოდ ააოხრა ქალაქი. ვინც ისლამი მიიღო, დაინდო, ვინც არა, ყველა სიკვდილით დასაჯა. ჟამთა აღმწერლის ცნობით, დახოცილთა რაოდენობამ 100,000 მიაღწია. ქალაქში სისხლი ნიაღვრებად დიოდა. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, რაც კი ოდესმე თავს გადახდენია მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ საქართველოს. ჯალალ ადინის მოკლევადიანმა შემოსევამ საბოლოოდ გატეხა წელში ერთ დროს უძლეველი ქართული სამეფო. იწყებოდა საკმაოდ გრძელი და ბნელი პერიოდი.